კაპიტანი სანაკრებო კარიერას ასრულებს. 38 წლის გურამ კაშია საქართველოს მაისურით ბოლო მატჩს ივნისში რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მას ამ დრომდე ნაკრებში 128 თამაში აქვს გამართული, რაც ნაკრების რეკორდია. როცა თბილისის ქუჩებში ვთამაშობდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე დაგემშვიდობებოდით. ნაკრებში ერთ თამაშს შევოცნებობდი და 130 ჩავატარე. შევხვდებით ჩემს ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ მატჩზე, ამბობს კაშია. საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი 2 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. Planet Football-მა ხუჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების ათეულში დაასახელა. გამოცემა კვარას რონალდინიოს, გიორგი კინკლაძესა და რიკარდო კვარეჟმას ადარებს. ფეხბურთში დღეს გამორჩეული ინდივიდუალისტების გაქრობაზე საუბრობენ, თუმცა ქართველი შესანიშნავი გამონაკლისია. ნამდვილი კრეატიულობა ფეხბურთში არასდროს მოკვდება, წერს გამოცემა. 38 წლის ლიონელ მესი კვლავ საუკეთესო ფორმაშია. არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 71 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ პელეს გადაუსწრო. მესიმ თავი ინტერ მაიამი ნიუ-იორკ სიტის დაპირისპირებაში გამოიჩინა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მისმა კლუბმა კი შეხვედრა 3-2 მოიგო. მესის კარიერაში 901 გოლი აქვს გატანილი. 17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველმა ბასკონიის პირველი გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისმა გუნდმა ჟირონას უმასპინძლა და 94-91 დაამარცხა. ხატიაშვილს მწვრთნელმა მხოლოდ 2 წუთი მისცა, თუმცა ამ დროში ქართულმა კალათბურთელმა მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა. ორივე საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 2 ქულით დაასრულა.